დაკავშირებით იქნება 70 გრამი. თუ ვინმე ჩადება უნდა და სისტემა ამისთვის ამის ხელმომწერია ჩადებს 75 გრამს. ეს ხო არ არის ერთი მეორესთან ამე კავშირში აბსოლუტურად. ჩვენ საუბრობთ რაზე? პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს არის ხელმომწერი ხელშეკრულებისა და მსოფლიოში მარიხუანა არის აღიარებული როგორც საშიში ნარკოტიკი. და აკრძალულია და სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს შესაბამისი კანონმდებლობა თუ ღონისძიებები, რომ ებრძოლოს ნარკოტიკების გავრცელებას. ეს მთავარი. შემდეგი, რაზეა საუბარი? ჩვენ საუბრობთ, რომ სამწუხარო საკონსტიტუციო სასამართლომ პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო ის გადაწყვეტილება და თქვა, რომ ნარკოტიკი მარიხუანის ქონა თან არ არის ისეთი დანაშაული, რომელზედაც ადამიანი უნდა წავიდეს ციხეში. ამაში რა თქმა უნდა ვეთანხმები. თუ ადამიანს აქვს სურვილი, მიუხედავად იმისა ჯანმრთელობას რა ზიანს აყენებს, თვითონ თუ მოიხმარს, ეს არის მისი პრობლემა. საუბარია რაზე? საკონსტიტუციო სასამართლო გაცდა თავის ფუნქციას და მან თქვა, რომ რაოდენობა ამდენიზე არ უნდა იყოს პასუხისმგებლობა ამკვეთი ღონისძიება, არანაირი. მათ შორის შიდა პატიმრობაც. და რაზეა საუბარი? როდესაც ადამიანს ვისაუბროთ თეორიულად, რომელიც პრაქტიკაში შეიძლება განხორციელდეს, 70 გრამია, შეიძლება გრამაჟი ცოტა მოგვეჩვენოს, მაგრამ თუთუნთან ერთად შესავებული არის 150-200 ღერი მზა მარიხუანა, რომელიც მინიმუმ ერთი ადამიანი მოიხმარს, რა გამოდის? ადამიანი, რომელიც ამბობს, ჩემი მოხმარებისთვის, პირადი მოხმარებისთვის მინდა 120-150 ღერი შეიძლება მარიხუანა თან კონდეს, ყოველდღიურად ატარებდეს, პოლიციამ დააკავოს პიროვნება და ადმინისტრაციული სასჯელის იქით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მისი დგება, მაგრამ ვერანაირ ამკვეთ ღონისძიებას ვერ ატარებს. უნდა იყოს ამკვეთი ღონისძიება? აი, რაზეა საუბარი? მე არ ვამბობ, მე ვამბობ, რომ მოსამართლემ უნდა განსაჯოს. ეს ადამიანი არის მომხმარებელი, თუ ეს ადამიანი პოტენციურად არის გამრცელებელი ამ მარიხუანისა. როდესაც კიდევ ვიმეორებ, ვინც თამბაქოს ეწევა, ყველა მიცის, რომ თან ერთი კოლოფის ბაჭკის ზევით თან არ დააქვს, იმიტომ რომ ყოველ თქვა დღეში მაქსიმუმ 1-2 20-40 ღერი მიიღოს და ახლა მარიხუანის მომხმარებელი კიდევ ვიმეორებ, თუ ადამიანი დადის, მოძრაობს, მუდმივად თან ამდენი მოსამართლემ გადაწყვიტოს, ხო? რაზეა საუბარი? რა ქონდა? როდესაც არის საუბარი თუ შეიძლება ბოლომდე ვიტყვი რეპრესიულ როდესაც არის საუბარი რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე. რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე მერე ვისაუბროთ, რა თუ შეიძლება. ქეთა გისმენთ თქვენ კომენტარი გსურდა 70 გრამთან დაკავშირებით გავაკეთებ კომენტარს. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ბექა წიქარიშვილის საქმესთან დაკავშირებით და ბექა ეხა გარეთ არის, კიდევ კარგი.